ჩვენს ცხოვრებაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ენერგეტიკულად ვერ გვეწყობიან. ისე მაგალითად როგორც ახლა ჩემი თმები ვერ ეწყობა ჩემს თავზე, ისე როგორც მე მინდა. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც გვიწევს მასთან ურთიერთობა. გინდა არ გინდა, კავშირები არის, იძულებითი თუ არ იძულებითი, უბრალოდ გძნობ, რომ ეს ადამიანები რაღაც ისე ვერ არიან თქვენთან, თქვენი ენერგეტიკული ველი მის ენერგეტიკულ ველთან ვერ არის შეთანხმებული, ანუ იწვევს რაღაცნაირ განსიდვას. ხო ასე? არავინ არ შემედაოთ, ხომ იცით ზუსტად, რომ ესეთი ადამიანები გყავთ. რამდენიმე მაინც მე არ მინდა რომ გისურვოთ, ისინი არიან ბევრი თქვენს ირგვლივ. და აი ესეთ რაღაცნაირად იძულებით გიხდებათ მათთან ურთიერთობა, მაგრამ თავარი გამოსავალი ახლა რაშია? მე გასწავლეთ რამდენიმე ფრაზას, 6 საუკეთესო ფრაზას, რომლითაც ამ ადამიანებთან ურთიერთობის დროს შეგიძლიათ რაღაც თავისთვის ჩაიბუტყუტოთ. თქვენს გულში თქვათ, ან რაღაც ცოტა გაუგებარი ჩურჩული წარმოთქვათ და იცოდეთ ეს ყველაფერი შექმნის თქვენ დიდ დაცავ ზონას და ვერავინ თქვენს ენერგიას ვერ წაგართმევთ და ცუდად ვერ მოგეგარებათ. მაშასე ვიწყებთ ამ ყველაფრის ვაკეთებს სიამოვნებით. ამ შემთხვევაში ამ ურთიერთობების დროს მთავარი ფრაზა არის დამცავი ფრაზა შენ, შენი, მე, ჩემი. ასე ჩაილაპარაკეთ თქვენთვის გულში წყნარად, არანაირი აღელვების გარეშე. იმ შემთხვევაში თუ გრძნობ რომ რაღაცა ამ ტიპმა წაიღო შენგან და დაბრუნების ძალიან დიდი სურვილი გაქვს, უნდა თქვა, რასაც მიგზავნი, იმას წაიღებ. ეს. აი არის ეგეთი შანსი, რომ გვინდა რაღაცნაირად მკვეთრად გავმიჩნოთ საზღვრები ჩვენსა და მის შორის, რაღაც ესეთი ღობე დავაწესოთ და აუცილებლად უნდა თქვა. შენი ფიქრები, შენი პრობლემებია. დამარდები, შენი ფიქრები, შენი პრობლემებია. პირში არ უთხრათ, იჯურჯულეთ, გეუბნებით მე თქვენ. კიდე რა უნდა რომ გითხრათ აუცილებლად, რომ დარჩეს სიკეთე და წავიდეს ის ნეგატივი, რამაც მან ფიქრობთ რომ დაგიტოვათ, აუცილებლად უნდა თქვათ. მე ამას არ ვიღებ. თან გძნობ რომ ადამიანი თქვენთან არის, გესაუბრებათ, გეკონტაქტებათ, მე წასვლას დააპირებს და უცებ რჩება რაღაც შავი, არასასიამოვნო, ხუთავი, თაბრუს ხმებებიდან დაწყებული სხვა რაღაც არასასიამოვნო შეგრძნებები დამთავრებული. ასევე საინტერესოა, ამ ყველაფრის გამანეიტრალებელი საშუალება ამ ფრაზაში ამოგიკითხოთ. გისურვებ ზუსტად იმას, რასაც შენ მე. ხომ მარტივად არის საქმე. და ამ დროს გენიალურად. და ჩემთვის ყველაზე მისაღები, რომელსაც მე პირადად ხშირად ვიმეორებ, ნებისმიერი ურთიერთობების დროს, რაც არ მომწონს, ამ ბოლო დროს ადამიანების თითქმის 80%-ში ვარ დაუწმუნებელი, რომ ის ადამიანები თუნდაც ერთმანეთის მიმართ, სამყაროს მიმართ, ჩემს მიმართაც არ არიან მართლები, არ არიან სუფთები, ყველას ამ ფრაზას ვეუბნები. და ღმერთმა მოგცეს ორმაგათის, რასაც მისურვებ მე. მორჩა, დამთავრდა ამით ყველაფერი. აი ზუსტად ახლა გეტყვით თქვენს ძალიან დიდი სიყვარულით და სიხარულით, რაც ამ ვიდეოს მიმართ სიკეთე და არაჰეიტარული გამოხატოთ, მინდა რომ ზუსტად იმ ადგილზე დაარტყათ თქვენ მტერსა და ავად მახსენებას, რა პატარა მოზომილი აქილევსის ქუსლებიც მიგიჩინეთ. მიგენიშნეთ, არ დაგავიწყდეთ, გაიმეორეთ, ძალიან მარტივია, ხშირად ამოწეროთ, შევეცდები რომ ანოტაციაშიც ჩაგიწეროთ ეს სიტყვები, დიდი სიამოვნებით გაჩუქოთ. გარდა ამისა გაჩუქოთ გაშლა, დაროში და სხვა ეზოთერული დახმარებები. ეს იქნება სასიყვარულო, ეს იქნება ფინანსური თუ სხვა წმენდები თუ დაცვები. მომართეთ ჩემი გულისა და სოციალური ქსელების კარები ყოველთვის ღია არის. ეხლა კი შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ ისეთი ფრაზა, როგორიც არის, რასაც მისურვებ, ორმაგად დაგიბრუნდეს. ხო მაგარი? თუ გაის მისურვებ, ორმაგად გაიდაგიბრუნდება, თუ ცუც მისურვებ, ორმაგად ასე. გაკოცეთ გაიქეცი.
და ბოლოს ჩემო ძვირფასებო, მინდა აუცილებლად დავსწინო პოსტსკრიპტუმ, ვისაც ძალიან უნდა ამ ცუდი დაგროვილი არასასიამოვნო ენერგიებისგან გათავისუფლება გაწმინდა და ეს ყველაფერი საბოლოოდ წარსულში დატოვება, მას აქვს ამის შანსი ჩემთან ერთად ამ ყველაფერს ბოლო მოუღოს. ძალიან მარტივად მაგრატლისა და სანთლის გამოყენებით ჩვენ შეგვიძლია ჩამოგჭრათ ეს ცუდი ენერგია. ამასთან დაკავშირებით, ვისაც ექნება ღრმა თუ ზედაპირული ინტერესი, აუცილებლად ქუჩი მითითებულ ანოტაციაში წაიკითხავთ ჩემს კოორდინატს და მომწერეთ. ძალიან მაგარია, ძალიან მუშაობს, ძალიან აგაცრით იმ საშინელ წებოვან მასას, რომელიც იკრავს იმ სიბინძურეს და ნეგატიურ არასასიამოვნო გარს, რომელიც ხშირ შემთხვევებში ცოტ ხასიათზე გვაყენებს და ჯანმრთელობაზე ურტყამს. ახლა კი უკვე ყველაფერი მართლაც რომ ამჯერად დაასრულე.